მოგესალმებით, წარმოგიდგენთ მორით ლექციას გლობალურ ბიზნესში, რომელიც შეეხება შემდეგ თემებს. პირველი ეს არის ლიდერობა და თანამშრომლების ქცევა საერთაშორისო კომპანიებში და ასევე საერთაშორისო მარკეტინგი. მინდა აღვნიშნო, რომ ის საკითხები, რომელსაც ჩვენ გავივლით მიმდინარე ლექციების ბოლო ნაწილში, იგივე მენეჯმენტის, მარკეტინგის, ოპერაციული მენეჯმენტის, საფინანსო მენეჯმენტის თუ HR-ის ნაწილში, ეს ცალკე ნაწილებადაც ისწავლება თქვენს მიმართულებებზე, თუმცა ჩვენს კურსში ამ თემების განხილვის მიზანი არის საერთაშორისო კომპანიებში აქცენტებზე აპელირება, სწორედ ამ მიმართულებით განვიხილავთ ჩვენ მიმდინარე საკითხებს. რაც შეეხება პირველ საკითხს, ეს არის ინდივიდების ქცევა საერთაშორისო კომპანიებში. ინდივიდები ეს არის მრავალი ადამიანები, რომლებიც ჯამში ქმნიან ერთობლიობას თითოეულ კომპანიაში, როგორც თანამშრომლების, ასევე მენეჯერების, თუ სხვადასხვა სეგმენტებზე, თუ სხვადასხვა პოზიციებზე და ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური, განსხვავებული ტიპაჟი, რომელთა ერთად მუშაობა, ერთ სისტემაში მოქცევა და მათი ასე რომ ვთქვა, თავსებადობა და ზე არის დამოკიდებული სწორედ კომპანიის მოქმედების ეფექტურობა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა ტიპის პიროვნებებთან ტიპებს შეიძლება ხვდებოდეთ თვითონ ადამიანებს შორის და როგორია ამ ტიპების განსხვავებულობა თვითონ კულტურების, სხვადასხვა კულტურებში, სხვადასხვა ქვეყნებში და იმ სივრცეებში, სადაც საერთაშორისო კომპანიებს უხდებათ ოპერირება. საკმაოდ ბევრი კვლევა არსებობს ინდივიდის ტიპების შესწავლის და ეს არის თვითონ ლიდერობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. არსებობს ესეთი დიდი ხუთეული, რომელიც რამდენიმე მახასიათებლის მიხედვით ახდენს პიროვნებების დიფერენცირებას და ამ დიდ ხუთეულის არის ის პიროვნული საკითხები, რომელსაც აწყობილია თვითონ მენეჯმენტის სისტემები. პირველი ეს არის ადამიანი, რომელიც ძალიან ჰარმონიულია ურთიერთობებში, საკმაოდ მშვიდი ურთიერთობა აქვს სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებთან და შესაბამისად ნაკლებია რისკი იმისა, რომ აი ესეთი პიროვნების არსებობის გუნდში არსებობის შემთხვევაში არსებობდეს გარკვეული კონფლიქტები, უპასუხისმგებლო ქმედებები ან ნებისმიერი ისეთი მოქმედება, რომელიც შეუქმნიდა საფრთხეს გუნდის არსებობას. ანუ ესეთი ტიპისთვის დამახასიათებელია სიმშვიდე, მოწესრიგებულობა და ყველა ის მახასიათებელი, რომელიც მთლიანობაში ჰარმონიულს ქმნის სხვებთან ურთიერთობას. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთ-ერთი იდეალური ტიპაჟი პიროვნულ მახასიათებლებს შორის. შემდეგი საკითხი ეს არის ტიპი, რომელიც არის მოწესრიგებული, რომელიც არის ორგანიზებული და სისტემატური, იმისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი იმ წესებს და განრიგებს, რომელიც მის ირგვლივ იქნება და აი ამ სისტემაში ეს ტიპი მოქმედებს საკმაოდ წარმატებულად. მისთვის არ არის დამახასიათებელი და დაბალი რისკია, რომ აი ესეთი ადამიანის გუნდში ყოლით საქმე გქონდეს არაორგანიზებულობასთან, უპასუხისმგებლობასთან და მასზე დაკისრებული ვალდებულებების თუ მოვალეობების არ შესრულებასთან. შემდეგი ტიპაჟი ეს არის ემოციური დამოკიდებულება, ანუ ტიპი, რომელიც გარკვეულ ემოციებს ავლენს. ესეთი ტიპისთვის დამახასიათებელია მხიარული სიტუაციები, ასევე საიმედოობა, სიმშვიდე და ნაკლები რისკია იმისა, რომ ის არ იყოს გუნდში ბავშვად ამ ფაქტორების გარეშე წარმოდგენილი. ამიტომ აი ეს პიროვნების ეს მახასიათებელიც ერთგვარად საკმაოდ კარგ პოზიტივს ქმნის იმ გუნდში, რომელშიც ის არის წარმოდგენილი. შემდეგი საკითხი და შემდეგი პიროვნების მახასიათებელი, რომელიც შეგვიძლია დავახასიათოთ, ეს არის ექსტრავერსია პიროვნების, რომელიც აწყობილია კომუნიკაბელურობაზე, ეს არის კომუნიკაბელური ადამიანების ერთ-ერთი ტიპი პიროვნების მახასიათებელი, მასთვის დამახასიათებელია თავდაჯერებულობა და ის საკმაოდ ასე რომ ვთქვათ ადაპტირებულია იმ გუნდში, რომელშიც მოქმედებს. რაც შეეხება რისკებს, რისკები დაკავშირებულია ძირითადად ზედმეტ თვითშეფასებასთან, ზედმეტ თავდაჯერებულობასთან და ესეთი ტიპის გარემოცვაში ასე რომ ვთქვათ ნაკლებია გუნდის არაკომუნიკაბელურობა სხვა იმ დაკავშირებულ მხარეებთან, რომელთანაც მას უწევს ურთიერთობა. და ასევე მეხუთე ტიპი, რომელიც შეიძლება
ამ დიდი ხუთეულში შედის პიროვნულ მახასიათებლებს შორის. ეს არის ტიპი, რომელსაც ახასიათებს ღიაობა, რომელიც მაქსიმალურად უსმენს მის გარშემო მყოფებს და ხშირ შემთხვევაში ვთქვათ ესე რომ ექცევა გავლენების ქვეშ და ძალიან ხშირად გცვლის იმ წესებს, მიდგომებს თუ შეხედულებებს, რომლითაც ის ფუნქციონირებს იმ გუნდში, სადაც ეს პიროვნული მახასიათებელი არის აქტუალური. თვითონ ამ დიდი ხუთეულის გარეთაც შეგვიძლია ჩვენ დავახასიათოთ რამდენიმე ტიპაჟი, რომელიც შეიძლება ამ დიდი ხუთეულის გარეთ იყოს, მაგრამ ხვდებით ჩვენ ასეთ პიროვნულ მახასიათებლებს და ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს მისი გათვალისწინება ზოგადად კომპანიის, საერთაშორისო კომპანიის მოქმედების პროცესში. პირველი ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ თვითონ ქმნიან საკუთარ ბედს, ისინი არიან მხოლოდ საკუთარ თავზე დამოკიდებულები და რასაც მიაღწევენ, ეს არის მხოლოდ მათი დამსახურება. და მეორე ტიპაჟი ადამიანების, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ იღბალი, გარემოებები და ასევე მესამე მხარე, რომელიც შეიძლება ჩავშოთ ფსხალებში, ანუ მესამე პირი, მოქმედებს სერიოზულად იმ წარმატებებზე, რომლებსაც ისინი აღწევენ. შედარებისთვის ძალიან საინტერესო მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ იგივე დასავლური კულტურა და კომპანიის მოქმედება დასავლური კულტურის მქონე ქვეყნებში და ასევე ქვეყნებში, რომლებიც არიან მაგალითად მუსულმანური, აზიური ქვეყნები. დასავლეთში მთლიანად პიროვნების და კომპანიის წარმატება აწყობილია ადამიანზე, რომელიც თვლის, რომ ის თვითონ ქმნის საკუთარ წარმატებას, მუსულმანურ ქვეყნებში კი რელიგიური მომენტები საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს და ძალიან ბევრი ესეთი მენეჯერის წარმატება ის თვლის, რომ ეს არის იგივე ალაჰის დამსახურება, ან ისეთი ღმერთის დამსახურება, რომელმაც მისთვის ეს წყალობა გაიღო. ამიტომ ბუნებრივია ეს პიროვნებათა ტიპები და ზოგადად მათი სისტემურად განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო კომპანიებში, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებენ და ეს ქვეყნები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ასევე შეგვიძლია ცალკე გამოვყოთ ტიპაჟი, რომელიც არის საკუთარ თავში დარწმუნებული და საკმაოდ თავდაჯერებული, ასევე გამოიყოფიან ადამიანები, რომლებიც არის ავტორიტარული და მას ახასიათებს მოქმედების საკმაოდ ავტორიტარული სტილი, ზოგადად თავის იმ გუნდში, რომელსაც ის მართავს. ასევე შეიძლება ადამიანები, რომლებიც საკმაოდ მაღალ თვითშეფასებას აძლევენ საკუთარ თავს და თვლიან, რომ ის ზოგადად უფრო მეტს იმსახურებენ, ვიდრე დღეს არიან წარმოდგენილები და პრინციპში ამ უფრო მეტი თვითშეფასებით ისინი ცდილობენ უფრო მეტი იშრომონ და უფრო მეტად ეფექტურები იყვნენ, რადგანაც მიაღწიონ უფრო მეტს და ასევე არის გარკვეული წესებისა და შეხედულებების ერთობლიობა, რომელიც მთლიანობაში განსაზღვრავს, რომ მაგალითად ადამიანი, რომელიც შეიძლება ნაკლებ თვითშეფასებას აძლევდეს საკუთარ თავს, მაგრამ აი ადამიანის ტიპაჟი, რომელიც კმაყოფილია მუშაობით, ანუ უფრო მეტს გაიღებს იმ საქმისთვის, რასაც ის აკეთებს და შედეგები, რომელიც დგება ზოგადად გუნდისთვის, კომპანიისთვის, ადამიანი პიროვნება სწორედ აიმით არის კმაყოფილი. ანუ აქაც პრინციპში იგივე განსხვავებულობას ვაწყდებით დასავლეთის და აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის, თუ დასავლეთში ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები საკუთარ თვითშეფასებას აყენებენ უფრო მაღლა და ისინი თვლიან, რომ თავარია მისი პოზიცია, მისი სამუშაო ადგილი იყოს წარმატებული და თვითონ იყოს ტიპი წარმატებული, მაშინ როდესაც აზიურ ქვეყნებში შეიძლება აი ამ ნაწილში იყოს უფრო მეტი აქცენტი გადატანილი გუნდზე, კომპანიაზე, თვითონ სახელმწიფოზეც კი, ანუ მის მიერ შექმნილი პროდუქტი, მის მიერ შექმნილი შედეგი სწორედ არის ის რას და ამ ადამიანის კმაყოფილებას ანიჭებს ის, რომ მან ბევრისთვის სასიკეთო საქმე გააკეთა. რაც შეეხება თვითონ წესებს და წესებს და სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობას, მაგალითად შიდა ბაზარზე, თუნდაც ამერიკის ბაზარი ავიღოთ, ძალიან იშვიათია შემთხვევა, როდესაც კომპანიები ამ ნაწილს აქცევენ დიდ ყურადღებას, რადგანაც მაინც იქ არის ერთი ეროვნების თემატიკა, ერთი ადამიანების მიდგომა და ბუნებრივია იქ ამ კულტურის შორის სხვაობების შეთავსებადობის პრობლემა ნაკლებად დგათ, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ამერიკა შედგება არის მრავალკულტურული ეროვნების წარმომადგენლობისგან, მაგრამ ის არის ერთი ქვეყნის კანონმდებლობის საკანონმდებლო სივრცეში თუ ერთი ქვეყნის სივრცეში მოქცეული და ბუნებრივია ყველა კულტურის წარმომადგენელი ისწრაფვის
გახდეს ისეთი, რომ რაც დადგენილი და აღიარებული სტერეოტიპი ამერიკის შეერთებულ შტატებში. მაშინ, როდესაც საერთაშორისო კომპანია, იგივე ამერიკული კომპანია, როდესაც მოქმედებს უცხოეთის ბაზარზე, იქ აბსოლუტურად სხვა მიდგომებია, იქ შეიძლება მულტიკულტურულ შეხედულებებთან კონდეს საქმე და ბუნებრივია კომპანიამ უნდა შეძლოს თავის გუნდში განსხვავებული, იგივე რელიგიის, განსხვავებული შეხედულებების, განსხვავებული ტრადიციების მქონე ადამიანების ერთგუნდად წარმოჩენა. იგივე აქაც შეგვიძლია განსაზღვრება გავაკეთოთ, საკმაოდ ხშირად მოგვიწევს იგივე დასავლური და აღმოსავლური კულტურების შედარება, რადგანაც აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომებია წესებში, მაგალითად ბრიტანეთში არსებობს სტერეოტიპები, რომელიც აგებულია ინდივიდუალიზმზე და იქ ინდივიდუალური მიღწევები, ინდივიდუალური მიდგომები დგას პირველ რიგში და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა მაშინ, როდესაც იაპონური მენეჯმენტის კულტურა აგებულია გუნდური მოქმედების პრინციპზე და იქ ერთი ადამიანის წარმატება თუ წარმატებლობა მთლიანად გუნდის მუშაობაზე აღიქმება. საერთოდ აღქმის საკითხებიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ზოგადად კულტურების ნაწილში, რადგანაც შეიძლება ერთი და იგივე საკითხი, ერთი და იგივე დამოკიდებულება სხვადასხვა კულტურაში იქნეს განსხვავებულად აღქმული, მაგალითად, ლიბერალური მიდგომა მენეჯერის მხრიდან კონკრეტული პროექტის თუ კონკრეტული საქმის განხორციელებისთვის იქნას აღქმული დასავლურ კულტურაში აბსოლუტურად განსხვავებულად, აღმოსავლურ კულტურაში განსხვავებულად. მაშინ, როდესაც იგივე შეგვიძლია ვთქვათ დირექტიულ მიდგომაზე, როდესაც იგივე კაცრი მენეჯმენტი და არალოიალური მიდგომა ასევე განსხვავებულად იქნას აღქმული. ამიტომ კომპანიამ, რომელიც მოქმედებს გლობალურ ბაზრებზე, მან უნდა იცოდეს სწორედ ამ კულტურების თანაცხოვრება, ამ კულტურების დამოკიდებულება ზოგადი პრინციპებისადმი და მართვის ძირითადი საკითხებისადმი, რომ სწორედ ეს იქნას გათვალისწინებული მუშაობის პროცესში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე სტრესებს, რომელიც ბუნებრივია ბიზნესი ეს არის საქმე, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მოითხოვს აქტიურ ქმედებას. იგივე მენეჯერზე გადადის საკმაოდ დიდი დატვირთვა და დიდი როლი ზოგადად განსაკუთრებით მსხვილ კომპანიებში, ამიტომ ბუნებრივია სტრესები მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის პროცესში მუდმივად არსებობს. ამიტომ სტრესულ გარემოში ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ იმ ეროვნებების თუ იმ ქვეყნების შესწავლა, რომელშიც კომპანიას უხდება მუშაობა და რამდენად მედეგები არიან ასეთი სტრესული სიტუაციების მიმართ, მაგალითად ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, სამხრეთ ამერიკაში თუ ესე შემდეგ. ამასთან დაკავშირებით არსებობს საკმაოდ ბევრი კვლევა, რომელიც ადგენს სწორედ სტრესისადმი მედეგობას სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით. აღმოჩნდა, რომ ყველაზე გამძლეები ესეთი ძიმე სიტუაციების მიმართ არიან შვედები, ამ კვლევის ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, შედარებით საშუალო დონეზე არიან ამერიკის შეერთებული შტატები, ის მოქალაქეები და მენეჯერები, ამ ქვეყნის წარმომადგენლები, ასევე გერმანელები, ბრიტანელები, ევროპის ძალიან ბევრი ქვეყნის წარმომადგენლები და შედარებით სენსიტიურები ესეთი ტიპის სტრესების მიმართ არიან ისეთი ქვეყნის წარმომადგენლები, როგორიც არის იაპონია, ბრაზილია, ეგვიპტე და ასე შემდეგ. ანუ ეს ქვეყნები, ეს კვლევები საკმაოდ კარგ სურათს, კარგ შესაძლებლობას იძლევა იმისათვის, რომ საერთაშორისო კომპანიამ განსაზღვროს მაგალითად ადაპტირება იმ მენეჯერებისა, რომელსაც მის სტრუქტურაში ასაქმებს და თუ კომპანიაში, რომელიც ძალიან სტრესული სამუშაოა, ისეთ ქვეყანაში მოქმედებს, სადაც სტრესისადმი გამძლეობა შედარებით დაბალ დონეზეა, ბუნებრივია, ის ცდილობს იმ ადამიანებით მოხდეს და იმ კულტურის წარმომადგენლებით მოხდეს ამ ადამიანების ჩანაცვლება, რომლებიც უფრო მედეგები იქნებიან ესეთი სტრესული სიტუაციების მიმართ. ამიტომ მთლიანობაში, რაც ჩვენ განვიხილეთ, ახლა ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო კომპანიის ოპერირებისას და ნებისმიერ მენეჯერს, ნებისმიერ კომპანიის დამფუძნებელს უხდება ამ რეალიების გათვალისწინება.